რა ბარიერებია, რატო არ სრულდება ეს თქვათ, განხორციელებაში უნდა გახმაროს ადგილობრივი ხელისუფლებაო, ადრეალეთ შესახებ ესეც დასახელდა თქვათ ჩვენი წერილი განხილული არ არის პასუხისმგებელი. ნახოთ ველოდებით პასუხს. ისე 2014 წელს პირდებული გასმანა. წელში პირდებოდნენ ეს სიტყვით შეპირებად, ხო? გზასთან დაკავშირებული, ანუ გზა თვითონ ქმნის პრობლემას, რომ არის მტვერი, ხო? მტვერი ჯანმრთელობის, სამხესოფლის ჯანმრთელობას, ბავშვების ჯანმრთელობას, გზის გამო, ხო, გახჭებული გზის გამო. კიდევ რა პრობლემა არის გზასთან დაკავშირებით? დღეს არის სოფელ მეორე სვირისა და სადგურსვირის მოსახლეობასთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობამ და ადგილობრივი მოსახლეობამ მოახდინოს თემში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რათა შემდეგ ერთობლივი ძალებით იზრუნონ ამ პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრაზე. შეხვედრა ტარდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომიკის ასოციაციისა და World Vision-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდება გახლავთ ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო მონაწილეობის გზით. და აღნიშნული პროექტის მიზანი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივ მოსახლეობამ და ადგილობრივ ხელისუფლებამ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში უზრუნველყონ მოსახლეობის არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად. ეხლა ვიმყოფებით მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, აქ კერძოდ მეორე სვირის საბავშვო ბაღში. ეხლა ვეცნობით ჩვენთან ერთად სტუმრობენ მეორე სვირის World Vision-ის წარმომადგენლობა, რომლებიც ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ეცნობიან მათ პრობლემებს და ამ პრობლემების დახარისხებას გადაჭრის გზებს ვუყურებენ. დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-მა მოგვიწყო შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც მოვახდინეთ მსჯელობა ჩვენს პრობლემებზე, განვიხილეთ ჩვენი პრობლემები და ვცდილობთ, რომ მთავრობასთან ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები. და ამ ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრა და რაღაც შეკითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხები. მეორე სვირის თემში მოსული არის არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ სოფლისათვის პრობლემატურ საკითხებს და გარკვეული საკითხების მოგვარებაში, პრობლემების მოგვარებაში აგვითქვეს თანადგომა, თანამშრომლობა, რაზედაც მადლობას მოვახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ს და ჩვენც რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსებით, ჩვენი ადამიანური რესურსები იქნება თუ სოფელის დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები შეგვიძლია ერთად World Vision-თან ერთად ვიმუშაოთ და მოვაგოროთ ეს პრობლემები.